კორეის დამოუკიდებლობის დარბაზში შეგიძლიათ იხილოთ წერილი, რომელიც იუნ ბონგ გილმა თავის ვაჟებს მისწერა. სანამ სუნთქვა გექნებათ, მიუძღვენით თავი თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. რადგან დამოუკიდებლობის მოძრაობის პროცესი ძალიან ჰგავს ჩვენი სახარების პროცესს, წერილმა ძალიან შემაძრა გული. რა წერია დანიელის მე-7 თავში? პატარა რქამომი გამოუცხადა წმინდანებს და დაიპყრო ისინი. ამგვარად ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სულიერი ენა. დიდი ხნის განმავლობაში დაგვავიწყდა, რომ შაბათი შაბათია. დაახლოებით 1600 წლის განმავლობაში ჩვენ არ აღვნიშნავდით პასექს და დაგვავიწყდა, რომ ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც შეიცავს ღვთის განსაკუთრებულ მადლს. მას შემდეგ, რაც პატარა რქამ, ეშმაკმა, მტერმა, რომელიც ღვთის წინააღმდეგ ლაპარაკობს, გაიმარჯვა. ჩვენ დავკარგეთ სულიერი ენის საუბრისა და წერის უნარი. ჩვენ დავკარგეთ ცათა სასუფევლის ყოველგვარი სიბრძნე და ცოდნა. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩუმად დაახლოებით 1600 წლის განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზით ღმერთი კვლავ მოვიდა ამ დედამიწაზე და აღადგინა სატანის მიერ შეცვლილი გზა. მოდით, გადავხედოთ დანიელის მე-7 თავის მე-15 მუხლს. შემიჭუხდა სული მე დანიელს ჩემს სხეულში და ჩემი თავის ხილებმა შემაშფოთეს. მივუახლოვდი ერთ იქ მდგომთაგანს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა. ის ვეება მხეცები, რომლებიც 4 არიან, 4 მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგებიან. შემდეგ უზენაესის წმიდები მიიღებენ სამეფოს და დაეუფლებიან სამეფოს სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე. მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და მეტად საზარელი იყო. თავისი რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. და იმათ რქაზე თავზე რომ ჰქონდა, და იმ სხვა რქაზე, რომელიც ამოვიდა და რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა. ამ რქას ჰქონდა თვალები და პირი ამპარტამულად მოლაპარაკე და მისი შესახედაობა უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვებისა. ვიხილე ეს რქა წმინდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ. სანამ დღეებით ძველი მოვიდოდა. ვინ არის დღეებით ძველი? ის ღმერთია, რადგან ღმერთმა ვეღარ მოითმინა ეს, ის კვლავ მოვიდა. მაშინ ეს სამსჯავრო უზენაესის წმიდებს გადაეცა. მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდები დაეუფლნენ. ღმერთმა თავისი ძალა დაღვარა და ყველა ღონე იხმარა. რათა სამ დროში აღედგინა 7 დღესასწაული, რომლებიც სატანამ წაგვართვა. მან აღადგინა პასექი და შაბათი. ამ გზით ღმერთმა გაგვიხსნა სიცოცხლის ჭეშმარიტება, სიცოცხლის გზა, რათა ცათა სასუფეველში დაუბრუნდეთ. რა ელის წმინდანებს ამის შემდეგ? ნათქვამია, რომ ისინი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, რომელიც ოდესღაც დაკარგეს. მხოლოდ ლოდინით ვერაფერს დავიბრუნებთ, ისევე როგორც არ შეგვიძლია დაველოდოთ ხურმის ხიდან ჩამოვარდნას. როდესაც ჩვენს გულს, გონებას და სიცოცხლესაც კი უძღვნით, როგორც დამოუკიდებლობის აქტივისტები, რომლებმაც ყველაფერი თავიანთი ქვეყნისა და ხალხისთვის გაიღეს, მაშინ შეგვიძლია დავიბრუნოთ დაკარგული. მაშინ როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა? მოვიდა დღეთა უძველესი და აღადგინა დაკარგული. რადგან ჩვენ მივიღეთ სწავლებები ზეციური მამისა და ზეციური დედისგან. ახლა ვიცით ჩვენი ნამდვილი ვინაობა და ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის მოძრაობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ამ მოძრაობას. როგორ ვახორციელებთ სულიერი დამოუკიდებლობის მოძრაობას? ჩვენ ვქადაგებთ სახარებას, ახალი აღთქმის სამჯერად 7 დღესასწაულს, ყველა ერს. იმ იმედით, რომ ხალხს ვამცნობთ, რომ ხსნის გზა ამ ჭეშმარიტებაშია, სურს დღევანდელი ქადაგება დავასრულო. დიდი მადლობა.